სალამს გისურვებთ. დღეს ჩვენ უკვე ვარეაქტებთ ეპიზოდ 4-ს, მუმიას. სასწაული კაცია კინოცოდვა. ავია, ხა რო ვარეაქტებ ხო ვაფშე მისწორდება, მაგრამ თავიდან უყურებ, ხა წამოიეთ 5 წლის წინ თუ როცა გადაგა 2017 7 წლის წინ თუ რაღაც მაქვს ნახი და ისევ იგივე მუღამით უყურებ როგორც თავიდან რა, ამიტომ ჩემთან ერთად ჩაუჯექით, ვისაც ნახი არ გაქვთ, ვისაც ნახი გაქვთ აწმუნებრივი, მასაც გაგისწორდებათ და შევაწვინოთ რა და ვიწყოთ აწი. Let's go. ზიადე კოპირაითი დამედო, რაღაც მუსიკა ედო და მაგაზე. მოგესალმებით. ეს არის გადაცემა კინოცოდვა. დღეს განვიხილავთ ფილმს მუმია. ესეთ ამაზეც დამედება კოპირაითი, არის. აუ, რა მაგარი ედიტი აქვს ბიჭო, ძალიან მაგარია. ათასობით ხო, ერთი რაღაცის თქმა დამავიწყდა ახლა სანამ დავიწყებდი. ბიჭო, მე წინა ვიდეოში ვიზახთი რომ მეთქი როგორ მაშინ რამდენჯერ უყურებს მეთქი ამ ფილმს მეთქი რა, რომ ის ხნას თქო რა ქვია, შესაძლებელი რომ იპოვოს თქო რა და მე დავფიქრდი და ძალიან ბევრი სიხნევა რა ქვია, საიტები ან რაღაცეები ეგეთი რა, ჩემი აზრით. სადაც მე კი არ დავფიქრდი, უბრალოდ კომენტარებში დამიწერა ერთმა ბიჭმა და ძალიან ბევრი საიტები იქნებაო და მაგიდან იეზავსო და მე დავფიქრდი და თვეთში იმასე იქნება რა, ამ დენს ხა არ გადააკვდებოდა ჩემი აზრით და მაგ საიტებსაც მოიშველიებდა რა, რაღაცები თვითონაც იქნება წესით ნაპოვნი, არ ვიცი. ძალიან მაგარია, ძალიან მაგრად აკეთებს. ყველაფერს თავი დაანებო ედიტი და ის გადმოცემის უნარი და ის ლაპარაკი და სულ ეგრე იყოს, მაინც ტოპია რა, აი არ ვიცი, კინოცოდვა ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემთვის YouTube-ზე რა. წლის წინ პირამიდების ზედაპირი პიტალოკოდესავით სწორი და გლუვი იყო. ფილმში კი პირამიდებს რატომღაც თანამედროვე შელახული სახით გვაჩვენებენ. პრინცესა ამანეტი, ეგვიპტის ტახტის ერთადერთი მემკვიდრე. ძველ ეგვიპტეში სამეფო ტახტი მემკვიდრეობით მხოლოდ მამაკაცებს გადაეცემოდათ. ფარაონების სამეფო ერთ დღეს მის ხელში უნდა ყოფილიყო. დაჯვა და გააგრძელა. თუმცა ფარაონს ვაჟი შეეძინა. ბიჭი ახლა მემკვიდრეობით იმას მიიღებდა, რაც ამანეტს ეკუთვნოდა ბედის წერით. და ამანეტი მიხვდა, რომ ძალაუფლებას არავინ გადასცემდა. ის ძალით უნდა მიიღო. ეს იმის დადებული. სარევი მიზეზია ღალატისთვის. უძველეს ეგვიპტეში მართლობის პატრიარქალური წყობა დომინირებდა და პრინცესას ეგვიპტის ფარაონობაზე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო. ფარაონს შვილები რომც არ ჰყოლოდა, სამეფო ტახტი ეგვიპტური ტრადიციით მამრობითი სქესის უახლოეს ნათესავს გადაეცემოდა. გასაგებია, რომ ძველ ეგვიპტეში ოკულტური დოკუმენტების საიდუმლო შენახვის სისტემა დღევანდელთან შედარებით ბევრად მოისუსტებდა, მაგრამ მაინც საეჭვოა, რომ ქაოსის თუ სიკვდილის ღმერთების გამოძახების სარიტუალო გრაგნილები ასე მარტივად მოეპოვებინა ამბიციებით თავგამოტენილ პრინცესას. ჰეი, იქნებ დამიხმაროთ, სიკვდილის ღმერთის გამოძახება მსურს. კი დაიკო, რა პრობლემაა? აგერ აი მთაროზე დევს, აიღე და გამოიძახე ბნელეთიდან დედის მტკნარი ღვთაება. ამანეტის შიშველს ხელზე გამოსახულ მაგიურ სიმბოლოებს იმდენივე საერთო აქვთ ეგვიპტურ დამწერლობასთან, როგორც ჩინურს ქართულთან. გაუგებარია ამანეტი ბოროტ ღმერთ სეთს რატომ იძახებს. მძინარე ფარაონის ჩაძაღლება ხომ სამეფო საძინებელში ღამით შეპარულს მარტივად შეეძლო. იქნებ ბოროტმა ღმერთმა ზებუნებრივი ძალა მისცა. მაგრამ ჰეი, სასახლის დაცვა სეთის გაცოცხლების რიტუალის დროს ბნელი ძალებით აღჭურვილ ამანეტს როგორ ამარცხებს? შევეცი ისეთ სუპერძალას, რომელიც ტრანკვილიზატორს ვერ უმკლავდება. ასევე გაუგებარია, ხელი რამ შეუშალა ამანეტს ჯერ სიკვდილის ღმერთი გაეთავისუფლებინა და აი შემდეგ მოეკლა ფარაონიცა და მისი მომხრეებიც. მან ყველაფერი პირიქით გააკეთა და მუმიფიკაციაც გაიჩალიჩა. ალბათ სიკვდილის ღმერთმა ბევრჯერ ინანა ასეთ დებილ ძუყნას რომ გადაეყარა. საკუთარი ცოდვების გამო ამანეტი ცოცხლად იქნა მუმიფიცირებული. მაშინ გაუგებარია, რატომ არის ცოცხალი ამანეტი. სხეულის მუმიფიკაცია ხომ შინაგანი ორგანოების ამოცლით ხდება. მისი ცხედარი ეგვიპტიდან შორს წაიღეს. ეგვიპტიდან 500 კილომეტრის მანძილზე ათეული წლებით ადრე ყოველი შემთხვევისთვის წინასწარ მომზადებული ჰქონდათ ანტიმაგიური ვერცხლის წყლის დაგროვების სისტემით აღჭურვილი განსაკუთრებული აკლდამა. საიდან იცოდნენ, რომ ტახტის ერთადერთი მემკვიდრე ფარაონის ქალიშვილი ამანეტი ეშმაკს სულს მიჰყიდდა და სამეფო ოჯახს უმოწყალოდ ამოხოცავდა.
მიწისქვეშა აკლდამაში ეშმაკის მოციქულთან ერთად თოკებით ჩასვლა მაინც და მაინც შუაღამით და თანაც ქარიშხალში განსაკუთრებული კაიფია და თან სრულიად უსაფრთხოა. კულტურის ძეგლების ჩაქუჩით განადგურება მაგრად ასწორებს თუ ამ დროს ამავე ძეგლებს კალაშნიკოვის ავტომატიდანაც უწყვეტად ესრიან. წინა კადრში ჩაქუჩიანი კაცი აქ არ იდგა და უცებ ჯინივით საიდანღაც ამოძრა. ნიკ მორტონი რამდენიმე კილომეტრით შორს არსებულ ობიექტს ისე დეტალურად არჩევს, კაცი იფიქრებს ჩვეულებრივი ბინოკლი კი არა, ტელესკოპი უკავიაო. გამოსახულება კი ისეთი უძრავია, თითქოს ბინოკლი ადამიანის ხელებში კი არა, სპეციალურ შტატივზე დგას. ძალიან დეტალებში აქვს გადაკვირვება რაკეთება. აი რა არის ეგ? განძი. წამოდი. მივიბარებით და გამოვძრებით, როგორც ყოველთვის ვაკეთებთ. აბარა, ვინ შეამჩნევს სკარის ავტომატებით შეიარაღებულ ორ უცხო ადამიანს? მართლაც რომ სუპერ მომზადებული მზვერავები არიან. თქვენი შემხედვარე ჯეიმს ბონდიც კი ჩაიჯვავდა სიცილით. ორი იდიოტი დაზვერვიდან. ჰოლივუდური ბლოკბასტერების დოგმაა, რომ ვიწრო დერეფანში გაქცეული მთავარი გმირების დახოცვა ბოროტი ტიპებისთვის შეუძლებელი ამოცანაა. ნიკ მორტონი ისეთი თესლი როჟაა, რომ მისი ხელიდან გადაგდებული ჩვეულებრივი ყუმბარებიც კი ტანკს საწინააღმდეგო ნაღმის სიმძლავრით ფეთქდება. ვერგიდან, საშინლად ვერგიდან. საერთოდ არასდროს არ მინდოდა ამ ქვეყანაში ჩამოსვლა. გარდა იმისა, რომ ეს მზვერავები იდიოტები არიან, ერთ-ერთი პროფესიონალი ჩმორია, რომელიც წუწუნისა და პანიკის გარდა არაფერს აკეთებს. ამ ხასიათით, არათუ გარე დაზვერვაში, კარტოფილის გაფსკვნასაც არავინ ანდობდა. იარაღი რატომ გადაყარეს? კონფლიქტურ ზონაში თითო მჭიდით წამოვიდნენ? RMJ, აქ სიცხეა. ვითხოვთ საჰაერო ძალების გამოგზავნას. შენ რა ახლა მართლა საჰაერო ძალები გამოიძახე? დიახაც, გამოვიძახე. ალყაში მოქცეული მზვერავები ავია დარტყმის ზონაში იმყოფებიან და სარაკეტო დარტყმა 30 წამში ხორციელდება. თითქოს უპილოტო თვითმფრინავი იქვე ახლოს დაფარფატებდა. ავია დარტყმამდე არავის შეუწუხებია თავი, რათა გაერკვიათ დასახლებულ პუნქტში მშვიდობიანი მოსახლეობა იყო თუ არა. ამერიკის პატრიოტებს დახმარება სჭირდებათ? დედაც გასტყნია მოსახლეობას. ჩაძაღლეთ ყველა. დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხვრელი გმირებს ისე ითრევს, თითქოს ქვემოდან გიგანტური მტვერსასრუტი ჩართესო. მტრის ძებნის მაგივრად ძველ არტეფაქტებს ეძებდით. მოიპარავდით და შემდეგ შავ ბაზარზე გინდოდათ გაყიდვა. ამგვარი ქცევა სამხედრო ტრიბუნალით ისჯება. თქვენ კი ამისთვის არავინ დაგჭით. ასე გააგრძელეთ ბიჭებო. სერჟანტო მორტონ. სად არის? რას გულისხმობთ? წერილი და რუკა, რომელიც მომბარე. გამოცდილმა მზვერავმა როგორ ვერ მოტვინა მოპარვის ნაცვლად ფურცელზე დაწერილი კოორდინატებისა და რუკისთვის უბრალოდ ფოტო გადაიღო. თავად ჯენი უტვინო ძუკნასავით იქცევა. უძველესი ბოროტების აღმოსაჩენად სერიოზულ მისიაზე გაუშვეს. ის კი უცნობ ჯარისკაცთან ჟიმაობით ერთობა. სერჟანტი მორტონი ფიქრობს, რომ მე შემწხვება იმის თქმა, რომ ის ჩემთან ერთად იყოს სასტუმროს ოთახში 3 დღის წინ. და როცა მეძინა ის ჩემს მაგარი ედიტია აჰა, ესე იგი საყიფათო არქეოლოგიური ნამარხის სავარაუდო მდებარეობის ამსახველ დოკუმენტს სათანადოდ არც კი უფრთხილდება. უდაბნოს გადაკარგულ სოფლებშიც კი წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის მილები აქვთ. შენც მასთან ერთად ჩახვალ ქვემოთ. ის? მე? დიახ. ამ არასანდო მზვერავებს, რომლებიც საგანძურის პოვნასა და შავ ბაზარზე მათ გასაღებაზე ჩალიჩობენ, სამხედრო ბრძანებას არ ემორჩილებიან და სამეთაურო შტაბის ნებართვის გარეშე საომარ მოქმედებებს იწყებენ. პოლკოვნიკმა ციხეში კი არ გააჯმევინა, არქეოლოგის თანაშემწეებად დანიშნა. ეს რა ვერცხლის წყალია? გაუგებარია 5000 წლის მანძილზე ვერცხლის წყალი როგორ არაორთქლდა. ძველ ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ ის ბოროტ სულებს ასუსტებდა. თანამედროვე ჰოლივუდელ რეჟისორებს კი სწამთ, რომ ვერცხლის წყალი მღვიმის ჭერიდან ბუნებრივად წვეთავს. ვერცხლის წყლის ასეთი კოლოსალური რაოდენობის გვერდით აკლდამაში მხოლოდ სუპერმენი თუ შეძლებდა სუნთქვას. უბრალო ადამიანი ვერცხლის წყლის ანაორთქლისგან დაიხრჩობოდა. ესენი კი იცინიან და სახიფათო მეტალის სასიკვდილო ზემოქმედებისგან თავდაცვას არც კი ცდილობენ. ამანეთი იმდენად საშიში ძუკნა იყო, რომ ეგვიპტელებს არ დაეზარათ უამრავი დარბაზებითა და უზარმაზარი ასე ამხელა ქანდაკებებით სავსე ციხის აგება. სანამ ეგვიპტელები აკლდამას აშენებდნენ, ამანეტი ალბათ იქვე ვერცხლის წყლის აბაზანაში ნებივრობდა. თუ ბოროტება სამუდამოდ დამარხული უნდა ყოფილიყო, მაშინ რაც შენ ფეხებად შექმნეს იმგვარი მექანიზმი, ერთი ჯაჭვის გაწყვეტით რომ ათავისუფლებს ამ ბოროტებას. რაც შეეხება ჯაჭვებს, იმ ეპოქაში ჯაჭვები არ არსებობდა. დედის ტრაკი ხო არსებობს? ეს რაღაც მნიშვნელოვანია. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე შენ წარმოგიდგენია.
მთელი ჩემი ცხოვრების შრომის შედეგი და შენ მისი მოპარვა გინდოდა. ამ თვითმფრინავის სატვირთო განყოფილებაში მთელი ხმით უნდა იღრიალო, რომ ფრენის დროს ვინმეს რამე გააგონო. ესენი კი ხმადაბლად ჭუკჭუკებენ. თვითმფრინავი C130 ჰერკულესის ბორტზე ხმაურის დონე 120 დეციბელამდე აღწევს. ეს იგივეა, რომ ჩართულ პერფორატორს ყური დაადო. ის 5000 წელი უსაფრთხოდ იყო დამალული. იეროგლიფები აშკარად ახალ სამეფოზე მიუთითებს. მოიცა 5000 წელი როგორ იყო დამალული, როცა ეგვიპტის ახალი სამეფო 3500 წლის წინ წარმოიშვა. რეჟისორს წარმოდგენაც კი არ ქონია ამგვარი ავიაკატასტროფის დროს რა ემართება ადამიანის სხეულს. აქ კი ესენი უბნებლები წვანან პაკეტებში გამოწყობილები. ზედათაროზე დაწყობილი ყუთები მომდევნო კადრში უკვალოდ ხრება. გვამის მაგიდაზე არაფერი დევს. მომდევნო კადრში კი პაკეტი ჩნდება. მორგის თანამშრომლებს გვამის გაცოცხლება კი არ აშფოთებთ, არამედ მისი ციშიშვლის რცხვენიათ. ავიაკატასტროფის დროს ჩამოვარდნილი მუმიის სარკოფაგს ერთი ნაკაწრიც კი არ აქვს. როცა წესით მისი ნატეხები 100 მეტრის რადიუსზე უნდა იყოს მიმოფანტული. შემომხედე, ჩემს სახეს შეხედე. მე დაწყევლილი ვარ, ისევე როგორც შენ. მაშინ ჯენი რატომ არ დაიწყევლა? სარკოფაგის ამოღების დროს ისიც ხომ აკლდამაში იყო. იქნება ამანეტი ფემინისტია და მხოლოდ მამაკაცებს ერჩის. იმის მაგივრად, რომ პირდაპირ მიაჭრას, მუმიამ აუცილებლად უნდა დაძაბოს ვითარება პერსონაჟის ზურგს უკან ძრომიალით. ახლა შეამჩნია, რომ ხანჯალზე ქვა არ არის, ქანდაკებიდან ხანჯალს რომ იღებდი, ქვის არ არსებობა ვერ შეამჩნიე, არადა პირდაპირ მის ტარს უყურებდა. თუ მუმიამ იცოდა, რომ ხანჯალი ქანდაკებაში იყო და იგრძნო როგორ ამოიღეს ქვა სამარხიდან, მაშინ თვითმფრინავშივე რატომ ვერ იგრძნო ხანჯლისა და ქვის სხვადასხვა ადგილებზე ყოფნის ფაქტი? რა მაგიაზე ლიმიტი ადევს? როგორ მოხდა, რომ ქვის ადგილმდებარეობა მას მერე იგრძნო, რაც ეს ქვა საფლავიდან ამოიღეს? ეკლესიაში ხანჯლის ზუსტი მდებარეობა იცოდა და საფლავში ჩადებული ქვის მდებარეობა არა? ეს მაგიური ნივთები ძალიან გაუმართავად მუშაობს. აქამდე ამანეტი გზაზე შემხვედრ ყველა ადამიანს მაშინვე კლავდა, მაგრამ თავარ გმირს ეთამაშება, აკვირდება, ამზადებს, აქეთ-იქით ისვრის და როცა მზადა ამის მოსაკლავად, ბოლო წამზე ჰოპ და ამ ლესბი კოცნას ტომ კრუზი აფლავ. რა კადრი გააფუჭეს? ის შენ გმართავს. რა სისულელეა, იმიტომ რომ მე ზუსტად მასთან მოვიყვანე მანქანა. ღმერთო ჩემო მაკონტროლებს. მაშინ ეს ქალი დასვის საჭესთან, მას ხომ არც წევლა აქვს და არც მუმიის კონტროლის ქვეშაა. როცა უკან დაბრუნდნენ, ნიკის გაკონტროლება რატომ შეწყვიტა მუმიამ? იქნებ გაკონტროლება ძალას მაშინ კარგავს, როცა მსხვერპლი ამას გააცნობიერებს. ამის შემდეგ მუმია მთელი ფილმის მანძილზე აღარ იყენებს ამ ზებუნებრივ უნარს. თუ გამომშრალი გვამები ასეთი მტრევადია, მაშინ როგორ ახერხებენ ესოდენ სუსტი სხეულებით ავტომობილის მტკიცე მინების ჩამტრევას? ან ეს ზომბი საიდან გაიჩიტა მანქანის სახურავზე, როცა წინა კადრებში ის აქ არც იყო? იქნებ უახლოესი სასაფლაოდან ვამპირივით მოფრინდა, ან ტელეპორტაცია გამოიყენა. ერთი წუთის წინ ნიკი მუმიას ისეთი პანიკით გაურბოდა, რომ ფეხის ქუსლებს კეფაში ირტყავდა. ახლა კი გადაწყვიტა მუმია გაიყლის ძიროს? კარგი რა. მან ხომ კარგად იცის, რომ მონსტრი ხანჯალმაც კი ვერ მოკლა და უბრალო ხისტოტით რა უნდა უკნას? ტრაქში გათხაროს? აჰა, ესე იგი კომპანია პროდიჯიუმს კარგად მომზადებული მებრძოლები ყავს, რომლებმაც იციან, როგორ დააწყნა, რომ გაცოფებული ეგვიპტელი მდედრი. მაშინ გაუგებარია ამ ბიჭებმა რატომ არ უზრუნველყვეს სარკოფაგის ინგლისში გადმოტანა. ამ კომპანიამ ესოდენ სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირება, რატომ მიანდო სამხედროებს, რომლებმაც არ იცოდნენ რასთან ჰქონდათ საქმე და შესაძლო კრიტიკული სიტუაციისთვის სრულიად მოუმზადებლები იყვნენ. და თუ მიანდო, მაშინ რატომ არ მოამარაგა სამხედროები ამანეტის მაგიური ძალების ნეიტრალიზაციისთვის აუცილებელი ვერცხლის წყლის მარაგით? ჯენის მუმიის ზუსტი ადგილმდებარეობის რუკა ჰქონდა. კომპანიას უნდა ეზრუნა და კონტრზომები მიიღო იმ შემთხვევისთვის, თუ საქმე ცუდად წავიდოდა. ძველი ღმერთების. აჰა, ინგლისურიც უსწავლია. ნიტა როდის მოასწრო, როცა ინგლისელებს მხოლოდ სასიკვდილოდ ზასავდა. ასეთი უნარით იმ ჰოტეპიც კი ვერ დაიტრაბახებდა, რომელმაც ორი ფილმის მანძილზე ინგლისურად ერთი სიტყვაც კი ვერ თქვა. მაშინ თვითმფრინავში.
შენ მე სიკვდილს გადამარჩინე. ერთადერთი პარაშუტი მომეცი. რა ერთადერთი შვილო, კედლებზე პარაშუტების მეტი რა არის? თუ ამანეტის დასაშოშმინებლად ტრანკვილიზატორები ერთადერთი საშუალებაა, მისი ძალების დასაბლოკად კი ვერცხლისწყალია საჭირო, მაშინ რატომ არ დააძინეს ეს ცოფიანი მდედრი და ვერცხლისწყალი მძინარეს რატომ არ გადაუსხეს? თუ არ აძინებ, მაშინ პირზე მაინც რამე ააკარი, რომ შელოცვებით მაგიური ობობები არ გამოიძახოს. რომელმა ყლემ გადაწყვიტა, რომ კომპანიის პერსონალის სამუშაო სივრცე სახიფათო ისტორიული ურჩხულისგან რამდენიმე მეტრში მოეწყო, თანაც სპეციალური დაცვითი ბარიერისა თუ ცოცხალი სპეცრაზმის გარეშე. სიგიჟია. გინდა რომ ქვა დაამაგრო ხანჯალზე და მოკლა? ისეც მის ხელში შემოუშვებს და შეძლოთ მის განადგურებას. და რა საჭიროა სეთის გამოძახება, როცა ნიკის მოკლაც საკმარისი იქნება, როგორც ეს ძველმა ეგვიპტელებმა ქნეს, როცა ამანეტის პირველი რჩეული შუბზე წამოაგეს. საინტერესოა ამანეტის პირველი რჩეული შუბმა როგორ მოკლა, როცა ნიკი ავიაკატასტროფას უვნებელი გადაურჩა და საერთოდაც რა იდიოტური იდეაა გამოიძახო ღმერთი და მერე მოკლა. იქნებ უბრალოდ არ გამოიძახო და ყველა ბედნიერი ვიქნებით. როგორც ხედავთ, პროდიჯიუმს ამანეთთან ნორმალურად ბრძოლა არ შეუძლია და სიკვდილის ღმერთის გამოძახება მომინდომეს ბიჭებმა. შიხვარა ავთო. მაგრად უღადაობ, როცა სუსტი აღნაგობის გოგონა კარგად მომზადებულ მებრძოლს ერთი დარტყმით თიშავს. ჰეი, რა ნაცნობი წიგნია არა? წავედით. გვაუნდა გამანადგუროთ. ხო, წადით გაანადგურეთ ქვა, რომელიც არც კი იცით სად არის და მეზობელ ოთახში მდებარე ამ ხანჯლის განადგურება თავში არავის მოგივიდეთ. გაუგებარია მუმია ლონდონში ქვიშის ხარიშხალს რატომ იწვევს? ტომ კრუზის დასაჭერად ეს მუმია სულთქვილად ოფლიანობს. ტომ კრუზი ხომ სოფლიოში სახელგანთქმული კინომორბენალია. მაგრადა გაკეთებული რა სწორებს. მუმია იმდენად ძლიერ ქარიშხალს იწვევს, რომ რამდენიმე ტონიანი ტრანსპორტი ქალაქის ქუჩებში цаრიელი კოლოფები ვით დაფრინავს. ნიკი და ჯენი ალბათ ორსართულიან ავტობუსზე მძიმეები არიან, რახან ქარიშხალი მათ ვერ ერევა. ჯენი როგორ ვერ ხედავს ზომბს, რომელიც მთელი ამ დროის მანძილზე ეგეთ რაღაცებს აი ხანდახან ფილმს რო უყურებ რა, რა ხო მაგარი ლოგიკურია რა. მაგრამ ხანდახან ისე ჩართული ხარ ამ ფილმში, რომ პროსტა ვერ იაზრებ ეს რაღაცებს. მის თვალწინ იყო მომდევნო სცენებში ყველა მონსტრი საერთოდაც არ საიდან ჩნდება. აშკარად მოჯადოებული ადგილია. გვირაბში დატანელი უზარმაზარი ორფრთიანი რკინის კარები ისე უკვალოდ გაქრა, თითქოს იქ საერთოდ არ ყოფილა. ვერცხლის წყალს იმდენად დიდი სიმკვრივე აქვს, რომ მუმია სარკოფაგის ფსკერზე კი არ უნდა რჩებოდეს, არამედ უნდა ტივტივებდეს. ჯანდება, ვერცხლის წყლის აუზში სარკოფაგსაც წესით ბოთლის საცობივით ზედაპირზე უნდა ეტივტივა. მოგეწონა ვიდეო? მაგარია. ბადეშვილი იყო მაგარია. მაშინ დაალაიქე, გაუზიარე მეგობრებს, გამოიწერე არხი და დააკომენტარე. მომავალ შეხვედრამდე. მართლა მაგარია ძმო. ძალიან ასწორებს Twitch-ი რა. ვისაც გაგიწორდათ ხალხო ეს რეაქტი, ლაიქს ყიდეთ უეჭველი და დამასაბსკრაიბეთ, ავიდეთ 5000-ზე რა, ცოტა გაგვიკლია. 3-ზე ვართ, ახლა 3 და 3-ზე ვართ რა დარჩა. ჯერ 4 შევაწვიოთ, მე 5 შევაწვიოთ. კინოცოდის ახსენს გადადით აუცილებლად, რამე დაუკომენტარეთ რა, რომ გააგრძელოს რა, ძალიან ასწორებს ეს საკეთებდა და თუ არ ყავთ გამოწერილი აუცილებლად გამოიწერეთ ეს ვიჭიც რა, იმიტომ რომ სასწაულ კონტენტს აკეთებს Twitch-ში და ძალიან მაგარი იყო 2017 წლის ვიდეო ეხა ეს და ხო ხვდებით რა, ედიტიც აქვს, რამდენი ნაშრომიც აქვს და ძალიან გაასწორა. აი ხალხი ბაბა, წავედი ხა მეც დაგემშვიდობებით. შემდეგი ვიდეო, შემდეგ დღეს შემოწევა დიდი ალბათობით და კომენტარებში დაწერეთ რას ფიქრობთ, რამდენად ეთანხმებით ამაზრებს რაღაცებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. აბა გაკოცეთ, კარგად იყავით, ბაჭუებო რა.